ერთი მაგალითი, რომელიც ძალიან თვალნათელია, იმის საჩვენებლად, რომ შეწყალებებს უარი არის პოლიტიკურად ნაკარნახევი, ალბათ არის ომარის და საბას შემთხვევა, ხო? ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანები 1 წლის წინ დააკავეს ჯებირის დაზიანების გამო, რომლის ღირებულებაც ეს არის 400 ლარი, და რომელიც უკვე ანაზღაურეს მათ. ადამიანები იყვნენ ჯერ წინასწარ პატიმრობაში, ამდენი ხნის განმავლობაში და შემდგომ უკვე მსჯავრიც დაედოთ, მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, მათ მიესაჯათ რეალური სასჯელი გარკვეული პერიოდი. როგორ დაიდო ეს საპროცესო შეთანხმებაც, ესეც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, ვინაიდან მათ ყავდათ ადვოკატები, რომლებიც რაღაც მომენტში შეიცვალნენ, მოხდა საპროცესო გარიგების დადება პროკურატურასთან, ეს გაფორმდა სასამართლოში და უკვე მათი ახალი ადვოკატი ამბობდა, რომ ახლა ჩვენ შევიტანთ, ეს იყო 11 ფებრუარი, მივმართავთ ყაველაშვილს შეწყალებაზე და თითქოს რაღაც ისეთი განწყობა იყო, რომ მოხდებოდა მათი შეწყალება. თან მანამდე ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ფილოსოფიის ლიდერი საუბრობდა, რომ აი დამნაშავეები, რომლებიც აქციაზე არიან, თუ ისინი აღიარებენ, ჩვენ ცხადია, ჰუმანურ ნაბიჯებს გადავდგავთ, უკვე ორი თვე გავიდა და აი ამ საქმეზე შეწყალება არ მომხდარა ჯერაც და ჩვენ ნახეთ ძალიან მძიმე კადრები, როცა ოჯახი ელოდება, რომ შეწყალება მათ შულს შეეხებოდა, თუმცა სამწუხაროდ ნახეთ, რომ ეს ასე არ მოხდა.